მოგესალმებით მეგობრებო, თქვენთან არის არხი My Crazy Hands. დღეს, როგორც იქნა, ბევრი თხოვნების მერე გადავიღე ვიდეო ხავსის მონტაჟზე. ესე იგი, ვიდეო იქნება ძალიან დაწვრილებით ამ თემაზე. პირველ რიგში, პირველი ნახევარი იქნება რა აღჭურვილობა დაგჭირდებათ ამ საქმისთვის, ანუ დაწყებული ნემსკავიდან დამთავრებული ანგესით. და მეორე ნახევარი უკვე პრაქტიკა. ანუ როგორ მივამაგროთ სადავე მაგალითად ძირითად ზუაზე, როგორ გავუკეთოთ ხავსი და ასე შემდეგ. ამიტომ მოემზადეთ, ხმას აუწიეთ, დავიწყოთ. და კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო, თქვენთან არის არხი My Crazy Hands. მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ვიდეოს მიერ რომ დაგავიწყოთ დააჭოთ like, subscribe, გააზიაროთ ეგ ვიდეო და რა თქმა უნდა დატოვოთ თქვენი კომენტარები. ეგ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყოთ. პირველ რიგში რაც შეეხება ანკის. ჩვენთვის ოპტიმალური და იდეალური ვარიანტი არის 5 მეტრიანი კარბონის ჯოხი. მაგრამ თქვენ ვარიანტში თუ იქნება უფრო დიდი 6 მეტრამდე არაუშავს, მაგრამ გაითვალისწინეთ მთავარი ფაქტორი, რომ იყოს მსუბუქი. ეხლა რაც შეეხება კოჭას. ჩვენ დროს სიმართლე ვთქვათ ძნელია კაი კოჭას პოვნა. ამიტომ თუ მართლა ხარ დაინტერესებული ამ თევზაობის მეთოდით, როცა წახვალთ საყიდლად, არ დაიზაროთ, გაიყოლეთ თან ეგეთი ადამიანი, ვინც ამაში ერკვევა. მე მაგალითად ალბათ ერთი თვის მერე ვიყიდი მთელ აღჭურვილობას. კარგით. გადავიდეთ ძუაზე. რაც შეეხება ძუას, არანაირი 0.3, 0.25, 0.2 ძალიან ტონკი თევზაობა არის. 0.16, 0.18 ძირითადი ძუა დაგჭირდება და რაც შეეხება სადავებს 0.12, 0.14. რაც შეეხება თვითონ პლიტონკას, მაგას არ გირჩევთ, იმიტომ რომ როცა ჩააგდებთ, უფრო გაგიჭირდებათ ამას დამატებული. ძალიან ეგ პლიტონკა აგროვებს ნაგავს. ნუ წარმოიდგინეთ, როცა წყალს ხავსი მოაქვს, როგორ შეაგროვებს მაგ ხავს პლიტონკა. ამიტომ არ გირჩევთ. და რაც შეეხება ჩვენ კაუჭებს, იდეალურად უხდება ნემსკავი ნომერი 3. ეხლა თუ გიქნათ 2.5 არაუშავს, მაგრამ თუ მიდიხართ ჭანარზე, გაითვალისწინეთ ის ფაქტორი, რომ დაგჭირდებათ უფრო დიდი 3.5 და 4. ეხლა კიდე მეგობრებო, გადავიდეთ უკვე პრაქტიკაზე. ხავზე სათევზაოდ გამოიყენება სხვადასხვა ზომის ტირტივები. გააჩნია წყლის სიმაღლეს, დინების სიჩქარეს და რამდენად შორს ვაგდებთ ტირტივას. პირველი, მეორე, მესამე ტირტივები გამოიყენება, ანუ არის შედარებით მძიმე ტყვით და გამოიყენება ჭანარისთვის, ან უფრო შორს ასროლად. შემდეგ მოდის შედარებით უფრო დაბალი ზომის ტყვიებით. ხავსით თევზაობის დროს აუცილებელ პირობად ითვლება კოჭა, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად ინერციული. ინერციო კოჭი თევზაობისას ძალიან ჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად არც იხმარება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ ვხმარობთ. არის სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა ფირმის კოჭები, მაგრამ მე უპირატესობას ვანიჭებ ლენინგრადის კოჭებს, ეგრეთ წოდებულ ნევსკაიას. არის მსუბუქი, გამძლე და ძალიან მუშა.
ეხლა რაც შეეხება თვითონ პავადოქსს. ზომა სადღაც 9 მეტრზე მეტი, ხო? გააჩნია სიღრმეს და საფრთხეზე. რა სიღრმეზე? ირებს თევზს. დაგზოვა ორად დავკეცეთ, ერთი მოკლე, ერთი გრძელი დავტოვეთ. და ახლა ყველაზე მთავარი მომენტი, როგორ მივამაგროთ основное-ზე. ვაკეთებთ ისევ პედლას. ბოლოში მე ვიღებთ ჩვენ პედლას, ვადებთ. ყოველთვის საკუანს აკეთებ, ყოველთვის დაასრულეთ თქვენი ზომა. და ახლა ვატარებთ ერთი მეორეში. როგორც ჩვეულებრივი ქირურგიული კვანძი. ორჯერ ყოფნის და უჭერთ. ჩვენი სადავე არის მზად. რაც არ გჭირდება ვჭრით. ესე იგი ახლა გაჩვენეთ როგორ ვაფშე მივამაგროთ ჩვენი სადავე ჩვენ ნემსკავს სპეციალურად ავიღეთ დიდი რომ კარგად ჩანდეს წითელი მსხვილი ლესკა ავიღეთ რომ უკეთ დაინახოთ ვუყრით ყოველთვის ნემსკავის მხრიდან და ჩვენი ნემსკავი უნდა იყოს ყუნწიანი აუცილებლად და გავუყარეთ და გავუკეთეთ ეგეთი პეტლა გავატარეთ ალბათ 7 ჯერ 5 ჯერ ეყოფა ვადღლა მიაქცეთ რომ პატარა იმითი ვატარებთ განა დიდით როგორც ყოველთვის და მე რაც დაგჭირ პეტლაში იმაში ვუყრით ჩვენს პატარა კუც და ვუჭერთ უკვე დიდით გამოდის ეგეთი სადა რაც არ გჭირდება მოჭერთ ახლა აგეთ გამოდის ესე იგი იმის გამო რომ ახლა ამჟამად არ გვაქვს ხავსი ჩვენ მაგალითად გაჩვენებთ როგორ თოგზე გავუკეთოთ თავარია მონტაჟით დაინახოთ ნემსკავს. Так. პირველ რიგში უნდა ჩავწიოთ ჩვენი კვანძი. ამოვიღოთ ჩვენი ზოაოდნავ. გავატაროთ ჩვენი ხავსი მაგ ზოაში. გავატარეთ და ისევ დაუჭირეთ. კარგად. შემდეგ რას ვაკეთებთ 1 2 3 და მე ეგეთი რაღაცა გამოდის გაყრა არ ჭირდება ხო? ხავსის გაყრა არ ჭირდება არა აი ამას ქვია ხავსის მონტაჟი ნემსკავზე ხავს სხვანაირი შესახედაობა. ხო, თავისთავად. თან უფრო იმალება ხო ნემსკავი როგორც. რა თქმა უნდა, იშლება და ნემსკავი უნდა დაეყეს უბრალოდ. ეგ უბრალოდ რომ თქვენ ნახოთ ნემსკავის მსხვილია ეს. ხო, უბრალოდ თქვენ რომ დაინახოთ როგორ კეთდება საერთოდ ხავსის მონტაჟი ნემსკავზე.